როგორც ცდილობს ოლიგარქის რეჟიმი მოქალაქეების ტვინში შეღწევას რეალობის გასაყალბებლად და თანხმობის ილუზიის შესაქმნელად ოცნების პროპაგანდა სხვადასხვა დროს და ადგილას ჩაწერილ ერთსა და იმავე რესპონდენტს იყენებს. შემდეგ ეს ვიდეოები სოციალურ ქსელებში ქვეყნდება, მათ შორის TikTok-ზეც, რომლის მომხმარებლები ძირითადად ახალგაზრდები არიან. ასე რეჟიმი ცდილობს მოქალაქეები დაარწმუნოს, რომ თითქოს მის იდეებს და პოლიტიკას ბევრი ემხრობა. როგორ იყენებს ოცნება ცრუ ეგრეთ წოდებულ ქუჩის გამოკითხვას პროპაგანდის გასავრცელებლად. თუმცა ბახუტაშვილი უერთდება ფორმულას ეთერს თემის დეტალებით. დიახ, ლუკა, სტრატეგიულ პარტნიორებზე თავდასხმისა და ანტიევროპული რიტორიკის პარალელურად ქართული ოცნება აქტიურად იყენებს პროპაგანდის სხვადასხვა მეთოდს საკუთარი მესიჯბოქსის საზოგადოებაში გასავრცელებლად. ტრადიციული მედიის გარდა ოცნებამ აქტიურად დაფარა სოციალური ქსელებიც და ისეთი ახალი პლატფორმები, როგორიცაა მაგალითად TikTok-ი. ქართული ოცნება აქ საკუთარი სახელით არ ჩნდება, მეტიც ქმნის განცდას, რომ ესა თუ ის გვერდი ნეიტრალურია და უბრალოდ დაინტერესებულია საზოგადოებრივი აზრის კვლევით სხვადასხვა ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო თუ პოლიტიკურ თემებზე. ერთ-ერთი აქტიური გვერდი ამ მიმართულებით არის სახელად რა ხდება, რომელზე დაკვირვების შედეგადაც გამოვლინდა, რომ პოლიტიკური კონტექსტის შეკითხვების შემთხვევაში რესპონდენტები მეორდებიან და მათი პასუხები საეჭვოდ ქართული ოცნების მესიჯბოქსს ემთხვევა. ამ ხერხით კი ექსპერტების შეფასებით ქართული ოცნება ცრუ თანხმობის ილუზიის შექმნას ცდილობს. რა სურს ჩვენგან რეალურად? რა სურათ ჩვენი დამონებას? გახარიას პარტია 1 წლის მერე რატო შევიდა პარლამენტში? შაშან ხომ ბოიკოტს უცხადებდა? გახარია, რა უნდა გითხრა? მიზურაბიშვილი სამშობლოს გამყიდველი. ჩები არიან ბოდიში და ჩვენი ქვეყნის დაქცევა უნდა. გიორგი გახარია მგონი აფრენს. არც ტრამპი არ არის ჩვენსკენ და არც არავინ. ნატოში გაწევრიანება თუ ნეიტრალიტეტი? არც ერთი და არც მეორე, რუსეთთან მოლაპარაკება. ნაცმოძრაობამ სამშობლოს ღალატის კანონი რატომ ამოიღო? როგორც ჩანს, წინასწარ იცოდა რომ აპირებდა ღალატს. გიორგი გახარია? რომელია გიორგი გაღალატა? გვერდები, რომლებსაც ვაკვირდებოდით ამ ახალ სოციალურ ქსელებში, ახალ პლატფორმებზე, გაჩნდნენ იმ პერიოდში 2023-ის შემდეგ, როცა ქართულ ოცნებას ეგრეთ წოდებული რუსული კანონის უკან გაწვევა მოუწია და მაშინ ქართული ოცნების ლიდერებმა თვითონაც აღიარეს, რომ ვერ მუშაობდა მათი საინფორმაციო კამპანია კარგად ახალგაზრდებზე. პოლიტიკური შინაარსის კითხვების შემთხვევაში ყოველთვის პასუხები არის გაფილტრული, ანუ განსხვავებული პოზიცია უბრალოდ არ ესმის იქიდან საზოგადოებას, შინაარსი არის თანხwebdriverში ქართული ოცნების ნარატივთან. რესპონდენტები მეორდებოდნენ პოლიტიკური კითხვების შემთხვევაში, სხვადასხვა სიტუაციაში, სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვა პერიოდში ერთი და იგივე ადამიანის ხშირად განმეორება ტოვებს შაბეჭდილებას, რომ ეს ინტერვიუები არის წინასწარ შეთანხმებული. თუმცა ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ სარგებელს ნახულობენ ეს ადამიანები იქიდან. პროპაგანდის მკვლევრებისათვის ის ხერხები, რომლებსაც ქართული ოცნება იყენებს, კარგად ნაცნობია, რადგან ერთ-ერთში იმეორებს კრემლის ხელწერას. ოცნებამ ბოლო 1 წლის განმავლობაში მხოლოდ საკუთარი სახელით მეტას რეკლამებისათვის $1 მილიონ მეტი დახარჯა. თუმცა ამ თანხაში არ შედის ის ხარჯები, რომელსაც ოცნება დამოუკიდებელი მედია პლატფორმების საფარქვეშ გაერთიანებულ ორგანიზაციებში დებს. ქართული ოცნების პროპაგანდის ეკოსისტემა მრავალმხრივი აქტორებისგან შედგება, მათ შორის არის ტრადიციული მედიაც, ძირითადად იმედის, პოსტების, უკვე რუსთავიორის გამოყენებით. როგორც ჩანს, იმის გამო, რომ უფრო ეფექტურია პროპაგანდა მაშინ, როდესაც ის შენიღბული მეთოდებით გამოიყენება, გადაწყვეტეს ისეთი ტაქტიკების გამოყენება, როგორც არის მაგალითად ცრუ მედია, ცრუ მხარდაჭერის ტაქტიკა. დაახლოებით მე შემიძლია გითხრათ, რომ მაგალითად 2025 წლებში მარტო ქართულმა ოცნებამ ოფიციალური გვერდების მეშვეობით $1 მილიონზე მეტი დოლარი დახარჯა Facebook-ის და Instagram-ის რეკლამებისათვის. ეს მეთოდი გამოიყენება რუსეთის მიერ და როცა ჩვენ ვსაუბრობთ კრემლის პროპაგანდის მეთოდებზე, მას ეფექტიანად იყენებენ სხვადასხვა ავტოკრატი ლიდერები. ჩვენ გვახსოვს რუსეთში მარია ცეპკო, რომელიც უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ, როგორც დაქირავებული მსახიობი აქტიურად გამოიყენებოდა სხვადასხვა როლში რესპონდენტად. აი ესეთი ცრუ მეთოდები დემოკრატიის სიმულაციისთვის გამოიყენება, ანუ პირდაპირ რეპრესიების ნაცვლად ისინი იყენებენ დემოკრატიის იმიტაციას.
კვლევრების შეფასებით სოციალური მედიის პოპულარობის ზრდის პარალელურად საქართველოს სხვადასხვა აქტორის მხრიდან ფართო საინფორმაციო მანიპულაციების სამიზნედ იქცა. ამ პროცესში დაინტერესებულმა მხარეებმა მოქალაქეებზე ზემოქმედების მიზნით პოლიტიკური პროპაგანდის არაერთი ღია თუ შენიღბული ხერხი გამოიყენეს და შეიმუშავეს.